საამშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და მეცხრე-არხის ეთერშია ток-შოუ დიალოგი მე რუსუდან გვარამაძე ვარ. როგორია სამოქალაქო აქტივობა სამცხე-ჯავახეთში და რამდენად აქტიურები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. შედეგები, რომელსაც მათ სამოქალაქო სექტორში მუშაობით მიაღწიეს. დღევანდელი გადაცემა მომზადებულია პროექტის შენ მოქალაქე მე სამოქალაქოს ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოებას უკეთ გააცნოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი საქმიანობა. დღეს ჩვენ გადაცემაში დავპატიჟეთ გია ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი, თამუნა კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი კალატოზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე ჩვენთან აუდიტორიაში ისხედან მზია ინესარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი, ამავე ცენტრის ბენეფიციარები და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის პროექტში მონაწილე ახალგაზრდების. აღმშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონო გია, თქვენგან მინდა დავიწყოთ. თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია მუშაობს რეგიონში, არა მარტო ახალციხეში, რეგიონში. თვლით თუ არა, რომ თქვენ ხართ წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაცია და როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ სამოქალაქო სექტორში მიაღწიო აი ამ წარმატებას და დაიმკვიდრო ადგილი? არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორები, რომლის მიხედვითაც უნდა განსაზღვრო ორგანიზაცია წარმატებულია თუ არა, მაგრამ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაკმაყოფილებთ, ის არის, რომ ამდენ 16 წელიწადია უკვე მუშაობ და დღემდე ვაგრძელებთ არსებობას და მუშაობას. აი ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ის, რომ გარკვეულწილად შეგვენარჩუნებინა მიუხედავად იმ საკმაოდ რთული პერიოდებისა, რომელიც ორგანიზაციამ გამოიარა, შეგვენარჩუნებინა არა მარტო ორგანიზაცია, არამედ გარკვეული ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ და აი ეს ალბათ ჩაითვლება, რომ ორგანიზაცია წარმატებულია. მთავარი ისევ ჩემის აზრით ალბათ არის ის სტაბილურად გარკვეულ ვადაში ორგანიზაციის სტრატეგიის ისე დაგეგმვა, რომ ორგანიზაციამ შეძლოს გაუძლოს იმ გამოწვევებს და იმ სირთულეებს, რომელიც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში უფრო რეგიონებში, ვინემ ესე ვთქვათ, უხეშად თბილისში, იმიტომ რომ სამწუხაროდ განსხვავებული პრობლემები აწუხებთ რეგიონში და ცენტრალურ ადგილებში, ესე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ ასე თუ ისე ვახერხებთ მივყვეთ იმ კურსს, რომელიც დაფუძნების დღიდან ავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში გარკვეული პროგრამების დაფინანსება გვიწყდება ხოლმე დონორების მხრიდან, ჩვენ მაინც ვცდილობთ ჩვენი ძალებით გავაგრძელოთ, მაგალითად მოგიტანთ სამართლებრივი დახმარება, რომელიც ამ ეტაპზე არ ფინანსდება არც ერთ დონორის მიერ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც გვაქვს ორგანიზაციაში და ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ადვოკატებმა იმუშაონ შეუფერხებლივ, ადვოკატებს კონდეთ ესე ვთქვათ მოსახლეობასთან ურთიერთობის საშუალება. ხშირად ორგანიზაცია შექმნილია საერთოდ სხვა იდეებით, სხვა მიზნებით, ვერ უშოვია ესე ვთქვათ უხეშად დაფინანსება ამ კუთხით და მე ძალიან სწრაფად ხოლმე, არ ვიცი, რაღაც პერიოდის მერე იცვლის ეს ორგანიზაცია პროფილს, ხდება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია. გარკვეული პერიოდის მერე ახლა სხვა თემაზე გამოიჩენენ ხოლმე დონორები აქტიურობას და ეს ორგანიზაცია ხშირ შემთხვევაში თავის გადარჩენის მიზნით, ახლა მე ამას არ ვამტყუნე, მაგრამ საერთო ჯამში ეს თემატური არასტაბილურობა ზოგადად რა გავლენას ახდენს, მოკლედ რომ გითხრათ და უნდა გადავიდეთ. არ ადგება ხოლმე საქმე, ზუსტად მაგას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თუ ორგანიზაცია ერთი მიმართულებით მუშაობს, ერთი კუთხით გარკვეული გამოცდილება უგროვდება ამ ხრივ და მე სწრაფად ცვლის ხოლმე თავისი მუშაობის მიმართულებას, ხშირად არის ხოლმე, რომ დონორები რახან ორგანიზაციას დიდი გამოცდილება, გარკვეული კონტაქტები აქვს და რაღაცა ცნობადობა აქვს, თვალს ხუჭავენ ხოლმე, რამდენად პროფესიონალურია გუნდი იმ ორგანიზაციაში და აი შემდეგ ხდება ხოლმე ცოტათი შეუთავსებლობა, როდესაც არასწორი მიმართულებით ავითარება ხოლმე ეს ორგანიზაციები პროექტებს. ამიტომ ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა ვცდილობთ, რომ არ გადავუხვიოთ იმ ჩვენი სტრატეგიიდან, ჩვენი მიზნებიდან და ყველა ჩვენი პროგრამა და პროექტი გარკვეულ ჩარჩოებში მოიქცეს, რომელიც თავიდან მიდავესახა. კი ბატონო, გასაგებია, მადლობა. თამუნა, ზოგადად რა არის სამოქალაქო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციის დანიშნულება და რას უნდა ემსახურებოდეს ის, აი რა უნდა იყოს ძირითადი მიზანი? მოგესალმებით მათ. რა ერთვის არის შექმნილი საერთოდ ეს არასამთავრობო სექტორი, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ შემთხვევაში.
ჩემი აზრით ეს არის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების გუნდი, რომელსაც აქვს გარკვეული ხედვა, მიზნები და მუშაობს იმისთვის, რომ რაღაცა შედეგს მიაღწიოს და ამ შედეგით სარგებლობა მოუტანოს რაღაც კონკრეტულ ჯგუფს, კონკრეტულ თემს, მაგალითად ქალაქი იქნება სოფელი თუ რაიმე ინტერესთა ჯგუფი. ეს არის და წარმოადგენს ამ საზოგადოების ინტერესი. ეს არის დანიშნულება ამ არასამთავრობო სექტორის. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი აზროვნებით, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის მიზნის მიღწევისათვის იყენებს სხვადასხვა ფონდებს. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო დაფინანსება, სხვადასხვა დონორი და ასე შემდეგ. ანუ ეს მიზანი, ის რომ მოიმსახუროს საზოგადოებას არის ზუსტად დანიშნულება ამ სექტორში. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ გიორგი, თქვენთან მინდა გადმოვიდე კითხვით. საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა მიზნებისკენ მიისწრაფის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მთავარი მონაპოვარი და რამდენად აისახება მათი საქმიანობა ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე მესალმებით თქვენ სტუმრებს, ძალიან მაყურებლებთ დარბაზს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება თქვენ კითხვას. სამი მიმართულება არსებობს რეალურად საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანუ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების. ერთი არის მაგალითად სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც უხეშად რო ვთქვათ ახორციელებს უმრავლესობის მოთხოვნებს, ანუ ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკას, კონკრეტულ პროგრამებს. არის კომერციული სექტორი, რომელიც ახორციელებს დაკმაყოფილებს მოთხოვნებს, ანუ მყიდველუნარიან მოთხოვნილებებს და არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ძირითადად ზრუნავს საზოგადოების ინტერესების დაცვაზე. ეს არის ძირითადად ამ შემთხვევაში არ გულისხმობთ მხოლოდ ვთქვათ დაცვას ადვოკაციო საქმიანობას, არამედ კონკრეტულ სერვისების შეთავაზებასა და პროდუქტებისაც, ხო, რომლის პროვაიდერი შეიძლება გახდეს ისა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია. აი აქ არის სწორედ მათი ნიშა რეალურად ქვეყანაში და მათი მონაპოვარი, იმიტომ რომ თამამს აღნიშნა, თუ კი ისევ და ისევ დაბრუნდებით სახელმწიფო პოლიტიკასთან ის ხმათა უმრავლესობის შედეგად 51%-ის ინტერესებს დაიცავს და განახორციელებს მათ შესაბამის მოთხოვნების შესაბამის პროექტებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს შეუძლია კონკრეტულ ჯგუფებზე ორიენტირებულმა განახორციელოს თავის საქმიანობა და არ არის ორიენტირებული რაოდენობაზე, ანუ ის აკმაყოფილებს და ცდილობს დაიცვას კონკრეტული ჯგუფის ინტერესები. ეს ნელ-ნელა თვალსაჩინო ხდება, იმიტომ რომ რელიგიური, ეთნიკური, მათ შორის სექსუალური უმცირესობა იქნება თუ სხვა, დღეს ამ მიმართულებით საქართველოში უფრო და უფრო აქტიური ხდება არასამთავრობო სექტორის მუშაობა, რეალურად უფრო ქმედითი ხდება პარტნიორობა საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს შორის, მათი უფლებების დაცვის კუთხით, არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სექტორს შორის, სწორედ იმიტომ რომ რეალურად შედეგი გვაქვს ახეზე, როდესაც საზოგადოება უფრო მეტ ნდობის მანდატს უცხადებს არასამთავრობო სექტორს. და ეს არის უფრო მეტი мотиваცია იმისათვის, რომ თავად არასამთავრობო სექტორმა გააღრმავოს და დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა სამთავრობო სექტორთან. ეს საზოგადოების ნდობა არის იმის შესაფერისი, რა მხრივაც და როგორც მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები? ეცეთ არის, ჩვენ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ რეპუტაციაზე და რეპუტაცია იმიჯი არ არის, ანუ მე შეიძლება მოკლევადი ამ პერსპექტივაში შეგიქმნათ თქვენი იმის დაბეჭდილება თუ რას წარმოვადგენ, ხო, ბუნებრივია, მაგრამ ნებისმიერ ესეთი ქმედება იქნება საპნეს ბუშტივით. ანუ ის გასკდება დროთა განმავლობაში და ეს არის სწორედ განსხვავება იმისა და რეპუტაციის შორის. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ბუნებრივი ახასიათებს ის პირველი მანკიერის თუ ისება რაც ჩვენ თქვით, ამ შემთხვევაში საპნეს ბუშტივითა, ხოლო ძალიან ბევრი ამ ეტაპზე უკვე რეალურად გააჩნია ის რეპუტაცია, რომელთაც სარგებლობს დადებითი რეპუტაციით, იმიტომ რომ თქვენ რომ დღეს საზოგადოებრივი აზრი გამოკითხოთ, თუ რომელი ორგანიზაციები სარგებლობენ პოპულარობით, რეპუტაციით, ცნობადობა რომელს გააჩნია, დამერწმუნეთ, რომ ამ ორგანიზაციებს თქვათ ხუთეულში აუცილებლად მოხდება 3-2 არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ისეთი, რომელიც მუდმივად ცდილობს დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები იგივე ინფორმაციის გამჭვირვალეობის კუთხით, ხო? ანუ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია. ამიტომ ბუნებრივია სანდოობა გამომდინარეობს იქიდან და დღესდღეობით მართლაც რომ პროპორციულია, როდესაც საზოგადოების მოთხოვნა რეალურად კმაყოფილდება და ამაში ძალიან დიდი წილი მნიშვნელობა აქვს თვითონ არასამთავრობო სექტორს. ამიტომ წლების განმავლობაში ეს ნდობა გაიჯარდა ჩემი აზრით და ამაზე მეტყველებს თვალსაჩინო კვლევებიც ბოლო დროინდელი ჩატარებული, როდესაც დროთა განმავლობაში, როდესაც
არასამთავრობო სექტორი მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას, ანუ ქვეყნის განვითარებისა თუ ცვლილებებში, დღესდღეობით უკვე ის ხდება მათ შორის სოციალური პროექტების განმახორციელებელი, ამა თუ იმ ჯანდაცვის პროექტის პროვაიდერი, ამიტომ ბუნებრივია საზოგადოებაში ეს მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტად აღვივებს დობის მანდატს. გასაგებია, დიდი მადლობა. დიახ, კი ბატონო, კომენტარი გავაკეთო. მე გამახსენდა ხა კვლევა ახსენა ბატონო გიორგიმ და ჯიპაკის ჩატარებული კვლევა 2011 წელს, სადაც შედეგი იყო ძალიან ესეთი სავალალო, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ ან გამკითხულთა უმრავლესობას ძალიან დაბალი ნდობა ჰქონდა NGO სექტორის მიმართ. ხო, როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა რეალურად და რატომ დავდექა შედეგს მიზეზს ამის? პირველ რიგში ის რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასოცირდებიან დონორ ორგანიზაციებთან, ანუ ისინი ხშირად არიან და არა რეალური საჭიროება რაც არის ამის მიხედვით თავის პროექტებს ნაკლებად ახორციელებდნენ და იმედია რომ შეცვლილია სიტუაცია და ვცდილობენ რომ დონორს მოთხოვნებს მოუგონ თავისი პროექტები და ის სადაც ხალხისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია არის გამხორციელებელი ვიღაცა უცხო ძალის რაღაცა პროექტების ინტერესების, აი ეს იყო მე ვფიქრობ თავარი ფაქტორი, რაც ნდობას უკარგავდა ადამიანებს. ბატონ გიორგი, ნდობაზე და რეპუტაციაზე ვსაუბრობთ და როგორ ფიქრობთ, გარკვეულწილად აი ამ ნდობის ნაკლებობას ხომ არ განაპირობებს ის, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც კონკრეტული პროექტისთვის იქმნება, შემდეგ წყვეტს არსებობას ან გრანტიდან გრანტამდე არსებობს და როგორც ეძახიან საზოგადოებაში, ცოტა უხეშად გრანტი ჭამიებსაც ეძახიან ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. როგორ ფიქრობთ თქვენ ესეც განაპირობებს ამ ყველაფერს? ზედა მე ბატონ გიას ვეთანხმები ბევრ ამაში რაც ვილაპარაკეთ უკვე, იმიტომ რომ არის ორგანიზაციები, რომელიც სპეციალურად ამისთვის იქმნება, ხო ბუნებრივია და ზოგადი ფონის გასაკუთრებით. ეს აზარალებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არც ერთი ორგანიზაცია, მაგალითად ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ორგანიზაცია იქმნება ინფორმაციის გამჭვირვალეობის კუთხით, ანუ ეს არის ძირითადი მისი ნიშა. ეს არის ამოუწურავი ნიშა, იმიტომ რომ ყოველთვის იარსებებს კონფლიქტი საზოგადოებასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის იმისათვის, რომ იყოს ღია ინფორმაცია. ამიტომ რაც მეტად ღია გახდება სახელმწიფო სტრუქტურები, მეტი მოთხოვნა გაუჩნდება საზოგადოებას ინფორმაციის მიღებით. კი, თუმცა ისიც არის, რომ რაც უფრო დახურულია ორგანიზაცია, ბუნებრივია, სამთავრობო, მით უფრო მეტი უნდობლობა ამის მიმართ, ბუნებრივია და ზარალდება მისი რეპუტაცია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ხშირია ინტერპრეტაციები თუ როგორ ხორციელდება პროექტები, რამდენად გამჭვირვალეა პროცესები და ასე შემდეგ, ხო? უბრალოდ მე რას ვამბობ, რომ ესეთი ორგანიზაცია თავის მისიას არ უხვევს, თავის მიზნებს არ ცვლის, ეს არის ფაქტობრივად ამოუწურავი სამუშაო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვიწევს საკუთარ უფლებებისთვის ბრძოლა. არის ორგანიზაციები, რომელიც მეტწილად არის ნეგატიური განწყობა, როდესაც კონკრეტული სამთავრობო ჩინოვნიკი მაგალითად რაც დღეს უკვე ტენდენციური გახდა, მიდის თქვა სამსახურიდან და მისი ხალხდაჭერით დახმარებით იქნება რაღაც ორგანიზაცია ან თავათაფუძნებს ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში მეტწილად მოქმედებს მისი ოდიოზურობა, ანუ ის ნეგატივი, რომელიც თანხმდება ინდივიდს, გადადის მის ორგანიზაციაზე. შესაძლებელია მას მართლაც ჰქონდეს მოთხოვნა და სურვილი ახორციელებდეს რაღაც პროექტს, თუმცა მეტწილად საზოგადოების უნდობლობა წარმოიქმნება მისი გამოცდილებით და მისი რეპუტაციიდან. ამიტომ ჩვენ რაც ვსაუბრობთ, ზოგადი ფონი ყოველთვის იარსებობს, უბრალოდ სწორედ ესეთ ფონზე გამოიკვეთება რეალურად საქმეთკეთებელი ორგანიზაციები და მე ამ კამპანიის ფარგლებში ძალიან ბევრი ორგანიზაცია გავიცანი, შევხვდი ხელმძღვანელებს, ვისაუბრეთ უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მეს კი რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციათან ძალიან კარგი შეხება, ხშირი შეხება მქონდა 2011 წლიდან, თანამშრომლობდა და მუშაობდა ზიანის შემცირების ქსელთან და დღესაც გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. გაკვირვებული დავჭი თუ რამდენად რეალურად შედეგის დამდებია ეს ორგანიზაციები ქვეყანაში, რამდენად რეალურად ცვლიან ამინს ამ ქვეყანაში, თუნდაც სერვისებით, თუნდაც საზოგადოებრივი აზრის კუთხით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს ბალანსი არ იქნა დაცული და დარჩა მხოლოდ ეს სამხრივი, ხო, თქვა სამთავრობო რაღაც პოლიტიკა. ბუნებრივია ძალიან დიდია საშიშროება იმისა, რომ რეალურად გაითელოს საზოგადოების მოთხოვნა, იმიტომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო და აქ არის ლაპარაკი მხოლოდ საქართველოზე, სახელმწიფო პოლიტიკა გულისხმობს ძალდატანებით, იძულებით რაღაც კამპანიის ამ პროექტის განხორციელებას, უმრავლესობის ხმადა დაყრდნობით. ამიტომ ბუნებრივია ესეთი ორგანიზაციებიც მნიშვნელოვანია რომ არსებობდნენ.
გასაგებია, დიდი მადლობა. აუდიტორიასთან მინდა გადავიდეთ კითხვით. საღამოშტობისა კიდევ ერთხელ მზია ინასარიძე, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი. მზია, რამდენიმე წელია უკვე არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობთ, ასე ვთქვათ. თვლით თუ არა, რომ პირადად თქვენ ხართ აქტიური მოქალაქე და რაში გამოიხატება ეს აქტიურობა, ზოგადად სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვით. ჩვენ პირველად გქონდა ესეთი პროექტი ქალაქიდან არ ვიყავით გასულები და რეგიონზე როდესაც გავედით სამცხე-ჯავახეთი მოვიცავით მთლიანად პროექტით. პირველად რომ შევედით და ჩვენი ორგანიზაცია გავაცანით ახალგაზრდული ცენტრი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, თქვენს რომ სხვათა შორის ბორჯომში იყო ესეთი შემთხვევა, ვიცით ხო არასამთავრობოები მოხვალთ, ილაპარაკებთ, წავხვალთ და მე როდესაც შედეგი დაინახეს, მე აღარ შევეშვით, კიდე მივედით. აი ეს არის ნდობის მოპოვება და შედეგს როდესაც დაინახავს და საზოგადოებისთვის არის მორგებული ის კონკრეტული პროექტი, ან ისეთ პროექტს არ უნდა შეეჭიდოს ჩემი აზრით არასამთავრობო, რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანს, ან მიიყვანს იმის გამო, რომ ვალდებულება მოიხადოს და კონკრეტული ის რაღაცა დაამთავროს. გასაგებია სხვადასხვა სფერო ახსენეთ, რომ არ უნდა შეეხოს თქვა არასამთავრობო, მაგრამ ბატონ გია საუბრობდა სწორედ ამაზე წეღან, რომ ხანდახან იძულებულნი არიან სამთავრობო ორგანიზაციები გამომდინარე იქიდან დონორს რა მოთხოვნა აქვს იძულებულია რომ შეეჭიდოს პროექტს რომელშიც ნაკლები გამოცდილება აქვს სამაგეროდ აქედან მიიღოს რაღაცა კონკრეტული შემოსავალი იმისთვის რომ იარსებოს თუნდაც ამ შემთხვევაში არასამთავრობოში უნდა მოხდეს კადრების გადამზადება ან მოიწვიოს სპეციალისტები კონკრეტული სფეროს გასავითარებლად და კონკრეტულ სფეროზე სამუშაოდ. ზოგადად სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობაზე რას გეტყვით აი რამდენად ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად არის საგანმანათლებლო, შევდივართ სკოლებში და შეგვაქვს პედაგოგებისთვის როგორც წიგნები, ასევე მოსწავლეებისთვის და მე მიხარია რომ დღეს აუდიტორიაში ჩემ გვერდზე სხედან მოსწავლეები, რომლებიც უკვე არიან აქტიური მოქალაქეები ჩემი აზრით, იმიტომ რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ გრანტის წერა, თუნდაც ამ მცირე გრანტების წერა, შეუძლიათ ასევე ახალგაზრდული რაიმე ღონისძიების მოწყობა, ორგანიზება და მე მიხარია ასევე, როდესაც ვხედავ კონკრეტულ სოფელში, როგორ მუშაობენ თუნდაც რაღაც პროექტზე და უკვე მოდიან კონკრეტული იდეებით და ადრე თუ არ შეეძლოთ ამის დაბალანსება, ამის დაწერა, თუნდაც ბიუჯეტის გაწერა როგორ ხდებოდა, რატომ უნდა გაიწეროს მაინც და რატომ უნდა იყოს მოხალისე ასევე, მოხალისეობის მნიშვნელობა არ იცოდნენ, მე რატომ უნდა გავაკეთო ეს თვითონ პედაგოგებმაც არ იცოდნენ, მე რატომ უნდა ვიმუშაო ამ ბავშვებთან, თუ მე არ მექნება ამით რაიმე ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ მეუბნებოდით, რომ გეყოლებათ სამომავლოდ სკოლაში მოსწავლეები, რომლებიც მე გვერდზე დაგიდგებიან, სკოლაში შეძენენ რაღაცას და ძალიან კარგია ამის შედეგის დანახვა. გასაგებია, დიდი მადლობა. ახალგაზრდებთან თქვენ ბენეფიციარებთან მინდა გადავიდე კითხვით. თქვენ რატომ ჩაერთეთ აი ამ სამოქალაქო საზოგადოებაში, საქმიანობაში და რა მიიღებთ აი იმ პროექტებში მონაწილეობით? მოგესალმებით, მე ორთამონა მამუკაშვილი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარი. თავიდან სურვილი მქონდა რომ გავაქტიურებოდი, ჩავერთე ახალგაზრდული ცენტრის პროექტებში და მივიღე ძალიან ბევრი დადებითი რამ, მივიღე დიდი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებში, ასევე გამოცდილება. თუნდაც ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითს გავიხსენებ, წაგვიყვანეს ექსკურსიაზე ბიბლიოთეკაში, სადაც გავეცანით ახალ სისტემას და შემდეგ როდესაც მე ვსტუმრობ ხოლმე ბიბლიოთეკას, ჩემთვის ინდივიდუალურად ვიყენებ ამ სისტემას. გასაგებია, დიდი მადლობა. სხვა წარმომადგენელს მინდა ვკითხო, თქვენ რა მიიღეთ აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად, აი რაღაც კონკრეტულ მაგალითებზე თუ შეგიძლიათ გითხრათ, რატომ გადაწყვიტეთ ზოგადად სამოქალაქო ესეთი გააქტიურება? მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრე ბერიძე, წარმოვადგენ დემოკრატიის კავშირის ბაზაზე არსებულ ახალციხის ახალგაზრდულ სამოქალაქო ცენტრის წევრს. ამ პროექტიდან მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან საინტერესოა პროექტში მონაწილეობა. პირველ რიგში იძენ ახალ მეგობრებს, ახალ ნაცნობებს და ეს ყველაფერი გეხმარება. გახდე უფრო თავისუფალი, საკუთარ თავში იყო უფრო დარწმუნებული და შემდგომ ცხოვრებაში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო და უფრო დაგეხმარება და უფრო წინ წახვა. გასაგებია. მოგესალმებით. როცა პირველად ჩავერთვე ამ პროექტში, ვიყავი სტუდენტი, ნული კურსის სტუდენტი და ძალიან მინდოდა რომ აქტიურად ჩავერთვეოდი სამოქალაქო
სხვადასხვა აქტიურობებში, ღონისძიებებში და პირველად რომ ითხრეს ტრენინგებზე და ასე შემდეგ ღონისძიებებზე არ ვიცოდი ტრენინგის მნიშვნელობაც. და არ ვიცოდი სად მივდიოდი, მაგრამ რომ წავედი ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი გამოცდილება შევიძინე, ძალიან ბევრი მეგობრები და დღესდღეობითაც ვარ ამ ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი და ვცდილობ რომ ყველანაირად ჩავერთვო საზოგადოების და ყველანაირად დავეხმარო იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გარშემო არიან. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენს გვერდზე გადააწოდეთ მიკროფონი თუ შეიძლება. საღამო მშვიდობის და თქვენ რა მიიღებთ აი ამ პროექტებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვარ თემური ნესარიძე, დემოკრატ მესთა კავშირის მოხალისე, ცენტრის წევრი. პირველ რიგში მინდა ვახსენო ის, რომ არც ესეთი დიდი გამოცდილება მაქვს, ერთი წელია ვარ მსგავს აქტივობებში ჩართული. დღესდღეობით ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მივიღო მეტი გამოცდილება მსგავსი ტრენინგების საშუალებით და ვიღებ იმ გამოცდილებას, რაც დღეს ცხოვრებაში მეხმარება. აი რა გინდა კონკრეტულად, რა გინდა რომ მიიღო აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ურთიერთობით? მინდა მიიღო ის გამოცდილება, რომელიც აუცილებლად დამეხმარება ცხოვრებაში, ჩემი კარიერის აწყობაში და მიიღო ისეთი გამოცდილება, რომელსაც შემდეგში გავუზიარებ ჩემს თანატოლებს და გავხდი უფრო აქტიურებს, უფრო მობილიზებულებს და შევეცდები იმ განათლების მიიღებას და შემდეგ გაცემას, რაც საზოგადოებას უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენს გვერდზე წარმოადგენს მიკროფონი. საღამო მშვიდობისა, გისმენთ? მოგესალმებით, მე ვარ მარია მახათაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. მახსოვს წავედით ხაშურში, ბავშვთა სახლში, რომელსაც დავეხმარეთ და მარტო იმისთვის ღირდა იქ წასვლა, რომ მათი გავრწყნებული თვალები რო დავინახე, აი არასდროს არ დამავიწყდება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ არასამთავრობო ორგანიზაციას. კი ბატონო, კონკრეტულ შედეგზეც რომ გითხრათ, გარდა ამ ვიზიტისა, აი რა მიიღეთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით? მე მივიღე პირველ რიგში გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ცხოვრებაში. რა სახის გამოცდილებას, აი რას გულისხმობთ კონკრეტულად, თქვათ, რაში ჩაიხედეთ უფრო მეტად და რაში გაიღრმავეთ? დავასწარი უამრავ ტრენინგს, რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ პრობლემებს, რასაც ხალხი ასე ვთქვათ ყურადღებას არ აქცევს და ჩვენ ამაში გავეცანით, უფრო ჩაუღრმავდით და მე ვფიქრობ, რომ გავხდი ისეთი აქტიური, რომ აუცილებლად შევეცდები ჩემს ქვეყანას და ჩემს ქალაქს დავეხმარო, რითაც შემიძლია. გასაგებია, დიდი მადლობა და ბოლო წარმომადგენელი საღამო მშვიდობისა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ხართ თუ არა აქტიური მოქალაქე? მოგესალმებით, ვარ ნანა აკოფიანი, ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი. მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად ვარ აქტიური, იმიტომ რომ ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩავერთო ჩვენს ქალაქში არსებული თითოეულ ღონისძიებაში. ყოველთვის ვცდილობ, რომ დავეხმარო ყველას და ეს იმის შედეგია, რომ თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მინდა ვთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ ჩემ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი შეცვალა, გავხდი უფრო აქტიური და დამოუკიდებელი, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. გასაგებია, როგორი უნდა იყოს ზოგადად აი აქტიური მოქალაქე? უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა შეძლოს ყველაფერი, უნდა დაეხმაროს მის გარშემო მყოფ ადამიანებს და უნდა შეეცადოს, რომ ყველას მიუწოდოს აქტიურობისკენ. გასაგებია, დიდი მადლობა. რაც აქვს სამოქალაქო აქტივიზმს და როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი საქმიანობა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფილმი, რომელიც მარნეულში ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შესახებ გვიამბობს და შემდეგ დავუბრუნდებით ეთერში. იატაკი გაქექილი, კარფანჯრები თითქმის დამპალი და ნორმალურად არ იხურებოდა, არც სითბოს აკავებდა, ქარის დროს ქარი შემოდიოდა, ზოგჯერ წვიმაც. Когда мы начали оценивать проблемы в дошкольном образовании на уровне Марнеульского муниципалитета, мы обнаружили, что в дошкольных учреждениях были в ужасном состоянии.
Поэтому, конечно же, мы понимали, что на это тоже нужны деньги. Естественно, это должны быть муниципальные деньги, потому что это муниципальные детские садики. Естественно, они должны быть из бюджета, то есть нужно было привлечь внимание людей, принимающих решения. Ну, не мы вообще-то не мы сделали это открытие, то есть инициативы со стороны самого персонала были, но так закончилось и ничем. Были крики, были эмоции, но не было сделано юридической основы, базы не было. Что если вы хотите чего-то добиваться, то нужно действовать в соответствии с процедурами. Эти бы процедуры обеспечивали обязательность ответственности со стороны местного самоуправления. Мы с этими подписями пошли к самым более-менее активным членам Сакрабула и попросили рассмотреть каким-то образом этот вопрос на Сакрабула. საზოგადოების საპრეზიდენტოზე მოიტანეს ფოტოსურათები მე ზუსტად მახსოვს ეს გადაღებული სამზარეულო სადაც მზადდებოდა და როდესაც ვნახე მართლა შოკში ვიყავი სიმართლე რომ გითხრათ და აი ამის შემდეგ ამან უფრო გადამაწყვეტინა რომ რაღაც სერიოზულად ჭირდებოდა ამაზე ხელის მოკიდება. Нас смущал вопрос, почему не оценивают конкретно. Кто-нибудь знает? Оказывается, что никто не оценивал на самом деле состояние. Этим потом занялись мы. Мы выезжали в садики, мы просматривали, мы делали составляли такой протокол. Местное самоуправление все-таки сделало такое стратегическое планирование развития инфраструктуры. ბავშვები მოდიან უკვე ხდებათ სხვა სიტუაცია. ბავშვისათვის ეს ქმნის განწყობას იმისა, რომ უკეთესად მოერგოს საბავშვო ბაღს და სწავლის პროცესსაც. Может быть, я тоже была большим скептиком в самом начале всех этих кампаний по адвокатированию. Наверное, я тоже не совсем верила в то, что можно делать, можно реально достигать каких-то изменений. Когда ты видишь вокруг себя такое море проблем, такое бездействие, в общем-то, людей, и ты обнаруживаешь, а ты, оказывается, что-то можешь сделать, то мотивация вдруг появляется, и она нарастает по мере того, как ты видишь позитивность результатов своей деятельности. დავბრუნდით ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. გადაცემა მომზადებულია პროექტის მე მოქალაქე შენ სამოქალაქოს ფარგლებში. ბატონ გიორგი, რამდენად აქტიურად თანამშრომლობს დღეს არასამთავრობო სექტორი და მთავრობა და რა შეგიძლიათ თქვათ იმ შედეგების შესახებ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობით ასე მიიღეთ, აი კონკრეტული რეზულტატი რა დაიდო ამ ყველაფერში? ჩემი აზრით დღეს უფრო თვალსაჩინოა თანამშრომლობა ვიდრე ადრე, იმიტომ შეიძლება ადრე ყოფილიყო უფრო მოჩვენებით ფასადური. ჩემი აზრით რა თქმა უნდა. ეს უფრო ეფექტურია? დღეს უფრო ეფექტიანია. შეიძლება ეფექტური ადრე ყოფილიყო, ანუ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეფექტური და ეფექტიანი, იმიტომ რომ რეალურად შედეგის მომცემი დღევანდელი ურთიერთობა და ეს პარტნიორული კავშირები უფროა ვიდრე ადრინდელი, თუნდაც გეტყვით მე გარკვეულწილად მქონდა შეხება, იმიტომ რომ თითქმის 2 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდი ერთ-ერთ სამმართველოს ინფორმაციულ უზრუნველყოფისა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ხშირად მქონია არასამთავრობო სექტორთან შეხება და ძალიან ბევრ თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაც რეკომენდაციას ვითვალისწინებდით მათთან ურთიერთობისას და სწორედ ეს არის ეს მონოპოლი, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქვა 2012 წლის მერე.
დღეს თვალსაჩინოა პარტნიორული ურთიერთობა და უფრო ღრმავდება თუნდაც იმიტომ რომ სამთავრობო სტრუქტურების და სამთავრობო სტრუქტურების თანხმდებიან იმაზე რომ სტრატეგიული პარტნიორობა უფრო დიდი ეფექტიანობის მომცემია ვიდრე თქვა კონფრონტაცია. აი ზეგად ბატონ გიასას ერთ რამაზე დავეთანხმე, ბევრ რამაზე დავეთანხმე. ერთ-ერთი იყო ისო ჩვენ შევთავაზეთ რომ რეკომენდაციების გაცემა ეს არის სამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი საქმე. არასოდეს არასამთავრობო სექტორი არ იძლევა დაუსაბუთებელ და შეუსწავლელ რეკომენდაციას. მარტივ მიზეზის გამო, საკუთარი რეპუტაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ არასამთავრობო სექტორს იმ რეკომენდაციაში გამოთქმული მოსაზრებებს რომელიმეს გააბათილებს სახელმწიფო უწყება, ხო? თავისთავად მას არასანდოდ მიიჩნევენ და მეორე და მესამე დღეს ესე ვთქვათ გაუჭირდება თუნდაც ხელისუფლებასთან ურთიერთობა, თუნდაც მოქალაქეებთან. გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონზე აი წეხნ საუბრობდით როგორ მოიპოვეთ, როგორი შრომის შედეგად მოიპოვეთ საზოგადოების ნდობა. თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე არაერთი წელია მუშაობს ამ მიმართულებთან, აი კონკრეტული წარმატებული მაგალითების შესახებ რო გითხრათ. რა არის ის შედეგი, რაც შეგიძლიათ დღეს ასე ვთქვათ აი დადეთ. ჩვენ გვიწევდა სოფლებში სიარული და თვითონ სკოლებს მოქონდათ ის პრობლემები, რომლებიც მცირე გრანტის სახით იწერებოდა და ეს შედეგი სწორედ ამ მცირე გრანტების ფარგლებში ხორციელდებოდა. მაგალითად ეს იყო სკოლის შემოღობა, ეს იყო ხოლმე სოფლის სასაფლაოს შემოღობა, ეს ბავშვებმა რომ შემოიტანეს ეს პროექტი თავიდან გაგვეცინა, მაგრამ მე როდესაც შედეგი ვნახეთ, რომ ანუ რატო უნდათ იმიტომ რომ რაღაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო იქ. ასევე გავაკეთეთ ბორჯომში პატარა საინფორმაციო დაფა, ასპინძაში იყო რუკა, რომელიც არ იყო და სჭირდებოდათ ნაგვის ურნები და ასე შემდეგ. ყველა სოფელს გარკვეულწილად თავისი პრობლემები ჰქონდა, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების, ანუ ახალგაზრდა თაობის დახმარებით და ასევე სოფლის მოსახლეობის, რომელიც ჩვენ გარკვეულ თანხას ვაძლევდით, მაგრამ მოხალისეობის აწყისებზე ისინი თავიანთი წვლილი შექონდათ და ამასთანავე სახელმწიფო სტრუქტურიდანაც მე ვამბობ, ანუ მოხალისეობის საფუძველზე ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს მანქანები გამოყოფილი, რომელიც სასყიდლოდ იყო იმ პროგრამისთვის და ასე შემდეგ. ანუ პროგრამა, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო სექტორი, მასთან ერთად უნდა ხორციელდებოდეს მოსახლეობაც უნდა ერთვებოდეს, უნდა აინტერესებდეს ის პროგრამა და ასევე სახელმწიფო სექტორიც უნდა იყოს დაინტერესებული. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონგია, მოკლედ თქვენს აი კონკრეტული წარმატებული მაგალითები რომ დავუსახელოთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის. კონკრეტულ წარმატებულ მაგალითებს და კონკრეტული ადამიანების წარმატებას, რომელმაც გარკვეული კურსების, გარკვეული პროგრამის გავლის შემდეგ მიაღწიეს, ახლა მაგაზე არ შევჩერდები, უბრალოდ ციფრებს გეტყვით, რომელიც შესაძლოა წარმატებებსაც ასახავდეს. აი ახლა უბრალოდ გაკეთდა ჩვენ ორგანიზაციაში შეჯამება, რაღაც 6 თვე გავიდა პერიოდის და ბოლო 6 თვეში მარტო ახალციხის ოფის 700-ზე მეტი იურიდიული კონსულტაციაა გაცემული და დაახლოებით 150-ზე მეტი საქმე აქვს წარმოებული სასამართლოში. მეგონი საკმაოდ კარგი ციფრებია. ასევე აქტიურად მუშაობს ახალქალაქის ოფისი, რაც შეეხება ახალგაზრდებს. პროგრამა, რომელიც რაღაც დასრულების ეტაპისკენაა და 3 წელი იყო, აი ამ პროგრამის ფარგლებში 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ის კურსი, რომელიც ჩვენ გვქონდა, დაახლოებით 200-მდე ახალგაზრდა იყო სხვადასხვა დროს, რა თქმა უნდა, ამ 3 წლის განმავლობაში ბანაკებში, სადაც გაიცნო კიდევ 11 სხვა ქალაქებში არსებული კლუბების წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ვფიქრობ, უბრალოდ აი ამ ციფრებზე საუბარი და აი ამ კონტაქტების არსებობა, რომელიც ამ ადამიანებს გაუწევთ, იმუნარჩევების არსებობა თვითონ მიუთითებს წარმატებაზე და ვინ კონკრეტულად როგორ და რანაირად გამოიყენებს ამ უნარჩვებს და ამ კონტაქტებს, რომელიც ამ პროექტებმა მიცეს მათ თამნა თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია შედარებით უფრო ახალი ჩამოყალიბებული, ამიტომ კონკრეტულ შედეგებზე რომ არ ვისაუბროთ, მაშინ თქვენ მითხარით უბრალოდ როგორ თვლით დღეს რეგიონში რომელ სფეროშია უფრო საჭირო აი საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობა გააქტიურება, აი რომელი კონკრეტული მიმართულებით ეს არის ადამიანის თქვათ უფლებების დაცვა თუ იქ არაქართულენოვანი მოსახლეობაზე აქცენტის გაკეთება, აი თქვენ რას ფიქრობთ უფრო?
მე მგონი ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ხა თქვენ რა ჩამოთვალეთ და კიდევ არის სხვა სფეროები, რომელიც რომელიშაც არც ერთ ორგანიზაციას არ უჭირავს. თავისუფალია, ასე ვთქვათ, იგივე ჯანდაცვა, იგივე ეთნიკური ინტეგრაციის გიას ორგანიზაცია უკაცრავად ძალიან აქტიური ამ კუთხით, მაგრამ შევინახეთ, რომ ჯავახეთთან რაღაცა აქტიურობის პრობლემა დგას და ის რომ ეს აქტიურობის პრობლემა მოგვარდეს, ინტეგრაციის პრობლემაა ზუსტად მოსაგვარებელი. კიდევ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს, მაგრამ მაინც არ არის ეს სფერო ამოუწურვა არ არის ამოწურული. გასაგებია, ჩვენ აქ წარმოდგენილი ყავს 3 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენელი და ვსაუბრობთ მათ კონკრეტულ შედეგებზე, მათი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებზე. გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც შედარებით უფრო აქტიურად მუშაობს ამა თუ იმ სფეროში. რამდენად აქტიურები არიან ისინი, როგორ მუშაობენ, რას ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა მათ შესახებ, ან რამდენად ხშირად აკითხავენ ბენეფიციარები. ვნახოთ ამ თემაზე მომზადებული ჩვენი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტი და დავუბრუნდეთ ეთერში. საფარავობის იგივე ლაზიშვილების ოჯახი 2008 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსახლდა. უკვე 6 წელია ისინი ახალციხეში აბასთუმნის ქუჩაზე ცხოვრობენ. ოჯახის უფროსი ამბობს, რომ მათი ჩამოსვლა 2007 წელს ქართული მხარის მიერ რეპატრიაციის კანონის მიღებამ განაპირობა, თუმცა დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში დასახლებასთან არაერთი პრობლემა უკავშირდებოდა. სარვალ ლაზიშვილის საფარავის თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ასოციაცია ტოლერანტი დაეხმარა. Самое главное, нам надо обучать, знать грузинского языка, изучать грузинский язык, историю Грузии, литературу, культуру Грузии надо знать. То есть интегрироваться надо. Интеграция у нас очень слабо идет. А чтобы интегрироваться, надо какие-то адаптационные центры надо создать. Понимаете ли? Вот я опять-таки обращаюсь к Тире Мецешвили, обществу толеранту, который большое дело сделал в этом отношении. ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ უკვე 14 წელია უფლებადამცველი ორგანიზაცია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პრობაციონერების უფლებებზე ზრუნავს. მესხიშვილი ირწმუნება, რომ ასოციაცია რეგიონში პირველი იყო, რომელმაც კლინიკებთან თანამშრომლობით სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება გაუწია პრობაციონერებსა და მაჰმადიან მესხებს. ტოლერანტის დირექტორი წარმატებებსა და შედეგებზე საუბრობს, რომელსაც ასოციაციამ წლების განმავლობაში მიაღწია. ჩვენ შედეგები მივიღეთ ის, რომ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაბრძანდეთ და ნახოთ ინტეგრირებული ოჯახები, ქართულად ალაპარაკებული ბავშვებიც და დიდებიც, მცირე მასშტაბის, მაგრამ მაინც დასაქმების ხრიდაც მომეხმარეთ და მათ ფერმერული მეურნეობების მოწყობაში დავეხმარეთ ის, რომ რას თავარია მათში ჩამოუყალიბეთ სახელმწიფოებრივი ცნობიერება, რომ მათ ძალიან კარგად გაიაზრეს, რომ ისინი ცხოვრობენ ახლა უკვე თავიანთ სამშობლოში, მაგრამ არა საბჭოთა საქართველოში, არამედ დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოში და მათი დიდი სურვილია ხოლმე ყოველთვის მაგალითად ბიჭებისგან გამიგერო, ჩვენ გვინდა ქართულ ჯარში ვიმსახუროთ. ტოლერანტის დირექტორი არასამთავრობოების როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ მესამე სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საზოგადოებაზე იზრუნოს. ცირა მესხიშვილის მტკიცებით არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების დანამატი. ის, რომ მესამე სექტორი სრულიად აპოლიტიკური უნდა იყოს, ახალციხელებით საუბრობენ. საზოგადოება ფიქრობს, რომ მესამე სექტორმა უნდა იზრუნოს ადამიანის უფლებების დაცვაზე და გადაწყვეტოს ის პრობლემები, რასაც ხელისუფლება ვერ წყვეტს. მოსახლეობა რეგიონში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კარგად იცნობს. დატვირთვა ის არის, რომ ის აკეთო, რასაც მთავრობა ვერ აკეთებს, თქვათ, ან კერძო სექტორი ვერ აკეთებს. ამიტომ ხა არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა პროფილით მუშაობენ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს, ხო? ну, მაგალითად, ზოგი ემსახურება რაღაც ტოლერანტობის მიზანს, ზოგი ემსახურება რაღაც ქალთა გენდერულ მოძრაობას, ზოგი, რა ვიცი, რა, ახლა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? ვთვლი რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა, ასე რომ ვთქვათ, ძვრებოდნენ მთავრობის საქმეებში. არ უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას. ეს, ну, ცალსახად ასე მგონია. ესე იგი, არასამთავრობო ორგანიზაცია აუცილებლად უნდა იყოს აპოლიტიკური, არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში.
და სხვა მხრივ უნდა მიხედოს მოსახლეობას, უნდა იყოს დაუცველი მოსახლეობა უნდა დაიცვას და ასე შემდეგ. თუ მე რამე პრობლემა მაქვს, უნდა მივაკითხო არასამთავრობო ორგანიზაციებს. მე ვიცი ახალციხეში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია მიმიღია მასში მონაწილეობა და მითანამშრომლია და ვფიქრობ რომ ასეთი ახალგაზრდული ორგანიზაციები უნდა არსებობდეს ეს მოქალაქეებისთვის არის მიმართული. ქონდეთ რაღაც გასვლით პროგრამებიც, სხვადასხვა პროექტები უნდა განახორციელონ აუცილებლად, რაც ხალხს გამოადგება ის რაც მართლაც აპოლიტიკურია და არ შეეხება პოლიტიკას. არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები აი მაგალითად დემოკრატ მესხთა კავშირი, რომელიც ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებს ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, ახალგაზრდული ცენტრი. რა ვიცი, სხვადასხვა ორგანიზაციები კიდევ. არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცი და შეხებაც მქონია ახალგაზრდულ ცენტრთან. მქონდა აი ძალიან კარგი პროექტები, როგორც ასეთი იყო ანუ ბავშვებს დავეხმარეთ. სკოლა ინტერნატია ახალქალაქში, ნინოწმინდაში კერძოდ დავეხმარეთ ბავშვებს მიუტანეთ საჩუქრები და რავი უნდა მუშაობდნენ ხალხის პრობლემებზე რაც თავარია და პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ჩაერიონ. უფლებადამცველი ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პრობაციონერების უფლებებზე ზრუნვის გარდა ასოციაციის ბაზაზე ახალი იურიდიული ორგანიზაცია ყალიბდება, სადაც იურისტები და ჟურნალისტები ერთიანდებიან. მათი მოვალეობა იქნება სამართალდარღვევების თაობაზე ყველა ინფორმაცია მოიძიონ და ბენეფიციარებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიონ. ბრუნდებით ეთერში. ბატონ გიორგი, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ გახდეს უფრო აქტიური, უფრო მეტად ინფორმირებული, ჩართული აი ამ მიმდინარე პროცესებში, ან და ასევე როგორ შეიძლება განვითარდეს უფრო მოხალისეობის ინსტიტუტი, იმიტომ რომ როცა არ არის ძირითადად მისგან სარგებელი, აი კონკრეტული საქმიანობისგან, ხშირად თავს არიდებენ ხოლმე და უჭირთ საზოგადოებას ამ მხრივ ჩართულობა და გააქტიურება. ამაზე საუბრობდა სწორედ წეღან მზია, რომ ხშირად კითხულობდნენ, აი რატომ უნდა მივიღო კონკრეტულ პროექტში მონაწილეობა, თუ მე იქიდან რაღაც კონკრეტული ფინანსური სარგებელი არ მექნება. კეთილი, კაი კითხვაა და დარბაზში მსწავლე ახალგაზრდები პირადად მე პირდაპირ შეფასებთ ძალიან მომწონს ის შემართება და იცარგებელი რეალურად, რასაც ისინი ადლიან ორგანიზაციას მოხალისეობით და რასაც თავად იღებენ, იმიტომ რომ არსებობს თქვა დინამიკა იგივე ხასაკობრივიდან გამომდინარე, ანუ ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, ეს არის სტაბილურობაზე ორიენტირებული, ანუ ზედმეტად 25-დან თქვა 45-მდე და ეს არის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, ანუ 50-დან ზემოთ, რომლებიც თქვა ცვლილებებზე ორიენტირებული ნაკლებად არიან. ახალგაზრდებს უფრო მეტი მოხდიათ, უფრო მეტი мотиваცია. რაც შეეხება იმას, რა უნდა აკეთონ, ხო პირველ რიგში მოდით არ დავაყენოთ მანქანები პანდუსებზე. ხო? ნუ დავყრით დაგავს და ეკოლოგიაზე ამგვარად ვიზრუნოთ, იმიტომ მე რეგიონებში ხშირად მომიწია, ანუ ამ 2 თვის განმავლობაში სიარული და სიმართლე გითხრათ შოკირებული ვიყავი იმ სიტუაციით, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ეწინააღმდეგება თქვა იმ რეკლამებს, რასაც ვხედავ ტელევიზიაში საქართველოს შესახებ, იმიტომ რომ ეს იყო კატასტროფა, რომელიც მე ჩემი თვალით ვიხილე ყველა რეგიონში უკლებლივ. ნაგვის დაყრეთ კუთხით გულისხმობ და ეს არ არის თქვა მოხალისეობად დამოკიდებული, ეს არის შინაგანი კულტურა, რომელიც ადამიანს უნდა კონდეს, ხო? ბუნებრივია. და ამას არ ყრის, რა თქვა, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი, ეს არის ნებისმიერი მოქალაქის თქვა ქმედების შედეგი. ხო, სამწუხაროდ ძალიან ცუდი, იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არასამთავრობო სექტორში ჩაერთოს როგორც მოხალისე და ასე შემდეგ, სწორედ არასამთავრობო სექტორები არიან ერთ-ერთი ის ორგანიზაციები, რომლებიც იკვლევენ ამ სიტუაციებს, კონკრეტულ ობიექტებზე, ზოგადად გარემოში და უკვე რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ გასცენ თქვათ იგივე ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, შეიცვალონ პრინციპები, მით უმეტეს ევროკავშირისკენ მივისწრაფით და ასე შემდეგ და იქ სხვა სტანდარტებია. შეიძლება იგივე თქვათ კომპანიას, კომერციულ კომპანიას მოუწოდოთ შეცვალონ პროდუქციის წარმოების და შეფუთვის სტილი, თქვათ და ფორმატი, იმიტომ რომ ხწნადი მასალიდან კეთდებოდეს, თუ კი თქვათ ჩვენ სამხმარებლო ქცევას ვერ ვისურვებთ და მაინც ყრიან ამ ნაგავს, კონკრეტულად შეიცვალონ თქვათ კომპანიებმა თავისი მიდგომა და უფრო ორიენტირებული გახდნენ გარემოსთან დაკავშირებით. ეს პასუხი არა ბუნებრივად პირდაპირ რა თქვენ მკითხეთ, იმიტომ რომ ახალგაზრდებს
წეგან ვახსენე ორიენტირებულები არიან ცვლილებებზე და ეს არის ბიზგი იმისათვის, რომ მათ ითანამშრომლონ არასამთავრობო სექტორთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხელფასზე და თანხაზე დამოკიდებული ნაკლებად არის ესეთი ადამიანი. მარტივად გეტყვით 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდგომ ჩვენ გამოკითხვა აღჭირდება ამისათვის ნებისმიერი ჩვენთაგანი აქტიური მოქალაქე არის ამის თვალსაჩინო საჩინო მაგალითი და ობიექტური შედეგი, როდესაც ყველანი ვეხმარებოდით დევნილ საზოგადოებას, ზოგი საკვები პროდუქტის ამარაგებდა, ზოგი თქვათ იგივე საბუნებით და ასე შემდეგ, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენთაგანი უანგარო ზრუნავდა ამ ადამიანების თქვათ დაპყრობაზე თუ კეთილმოწყობაზე, ხო? ახალგაზრდები მათ შორის ჩემი დაკვირვებიდან, ჩემი მეგობრებით ვაკვირდებოდი და თავად ვეხმარებოდი ამ ადამიანებს, ხედავდი თუ რას აკეთებდნენ, როგორ ეხმარებოდნენ. ეს ადამიანები დარბოდნენ რესტორნებში და ძალიან ბევრი რესტორანი ძალიან კაი საქმე გააკეთა, როდესაც დღის ბოლოს მორჩენილ საკვებს უგროვებდნენ პარკებით და ეს ახალგაზრდები ადგილმდებარეობაში, რაც იყო საავადმყოფო, იქნებოდა ეს სკოლა თუ ბაღი, სადაც იყო კომპაქტურად შესახლებულები დევნილები, ამარაგებდნენ ამ ადამიანებს. შეიძლება განვიხილოთ როგორც საზოგადოების სამოქალაქო აქტივობის საკითხები, მაგალითები. კი, იმიტომ რომ ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად არსებობს მზაობა ახალგაზრდებში ითანამშრომლონ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების შენებლობის კუთხით, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნება. რეალურად ეს არის, რასაც ზემოთ უკვე როგორც ჩონჩს შენდება ზემოდან ნებისმიერი ქმედება, ხო ნებისმიერი აქტივობა, იმიტომ თუ კი ეს შინაგანად არა აქ ადამიანს ამასთან ილაპარაკოს ადვოკაციო საქმიანობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, რაღაც სერვისების განხორციელებაზე, ჩართულობაზე, ბუნებრივია ეს არის ძალიან რთული. იმიტომ რომ არსებობს ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი ნებისმიერ საქმიანობას მიმართ, სამთავრობო თუ არასამთავრობო, არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, ხო? არიან პოზიტიურად განწყობილი, თქვათ რა, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის მიმართ. ამათი მოზიდვა არის არასამთავრობო სექტორის ძირითადი ამოცანა, იმიტომ რომ დაანახო თუ რა ბენეფიტს, ანუ სარგებელს იღებს ზოგადად საზოგადოება მათი აქტივობისაგან. იმიტომ რომ მე წეგან ვახსენე, თუ კი ნებისმიერი ჩვენთაგანი მიხვდება იმას, რომ ინფრასტრუქტურა უნდა შეიცვალოს ნებისმიერ დაწესებულებაში, არ მხოლოდ სამთავრობოში, ან საავადმყოფოში. ბარებში, კაფეებში, კინოთეატრებში ადაპტირებული გახდეს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ადამიანებისადმი, ხო? ადამიანებისთვის და უზრუნველყოს მათი მოსახურეობა. ამას ჩვენ ვერ გამახორციელებთ, თუ არ იქნება საზოგადოებრივი ნება, სამოქალაქო ნება, მათი პოზიცია და ეს არ აისახა რაოდენობრივად, თქვათ. რაზეც ჩვენ დავეყრდნობით და გავაკეთებთ ამ კამპანიას, ხო? ამ პროგრამას გამახორციელებთ. და ახალგაზრდები აქ ძალიან დიდ როლს თამაშობენ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ახალი თაობა, ჩვენ წავალთ, ისინი მოდიან და რეალურად ეს არის ძირითადი ჯგუფი, რომელიც ითხოვს ახალი ფორმაციის საქართველოს ჩამოყალიბებას და ახალი რეალობას. და ის ქმნის ამ რეალობას ყოველდღიურად. გასაგებია, დიდი მადლობა. მზია, ბოლო კითხვა, როგორია თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, აი რას აპირებთ, რა მიმართულებით აპირებთ მუშაობის გაგრძელებას? ჩვენ ახლა სკოლების შერჩევის პროცესში ვართ, ანუ ჩვენ ძირითადად საგანმანათლებლო სფეროს ვეხებით და მოვიცავით 66 სკოლა, სამცხე-ჯავახეთის 66 სკოლაში შევდიოდით. ამჟამად ძირითადად ჯავახეთში მოგვიწევს მუშაობა, როგორც სკოლების სიას დავაკვირდით. არ ვიცით რამდენად გაგვიადვილდება, ძირითადად უკვე გცნობენ და რესურს ცენტრშიც ასე თუ ისე გვიცნობენ და მე მგონი გაგვიადვილდება და რა პროექტია საუბარი, რა პროექტის პროექტი არის მომავლის თაობა, ასევე ახალგაზრდებს ეხება მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ჩაერთვებიან როგორც ტრენინგებში, ასევე მცირე გრანტებში, თავად დაწერენ, თავად მოიპოვებენ, ჩაერთვებიან ამავე სკოლის პედაგოგები, რომლებიც მიიღებენ სამოქალაქო განათლების წიგნებს. სომხურ ზონაში სომხური წიგნები შევა, იმიტომ რომ იქ როგორც ვიცით ენობრივი ბარიერია, არიციან ქართული და შესაბამისად იბეჭდება სომხურენოვანი და იქნება მის ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება. თამნა, როგორ რა უნდა გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ მოიზიდოს მეტი მოხალისე ირაზეც წეღან ბატონ გიორგიცა. ეს კარგად მენიშნა ასაკობრივი ზღვარი. ანუ ეს ახალგაზრდები თან უნდა ითანამშრომლოს პირველ რიგში, იმიტომ რომ საის მოხალისეობის საწყისი ამ ასაკში მართლა ძალიან მაღალია. მეორე შემთხვევაში კარგად უნდა შეისწავლოს თუნდაც რეგიონის პრობლემები და კიდეც არის შესწავლილი მეტნაკლებად და ამის საფუძველზე უნდა მოახდინოს თავისი საქმიანობების
გახორციელება. კი ბატონო, და კიდევ ერთი, ვინ არის თქვენი ბენეფიციარი, ვინ არიან, ასე ვთქვათ და როგორ უნდა გიპოვონ, მოგაკითხონ და როგორ უნდა, ასე ვთქვათ, დაგეკონტაქტონ? ჩვენ ძირითადად ახალგაზრდებთან მუშაობთ. ანუ ამ იდეის გაგრძელება იყო ხან ეს. ამათი სამოქალაქო კუთხით გააქტიურებაზე, ასევე ინტეგრაციაზე, სამხრეთ ქართულ ეროვნების მქონე ახალგაზრდებს შორის და ჩვენი პოვნა ადვილად შეიძლება, თუნდაც იმით სამწუხაროდ ოფისი არა გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ გვაქვს ვებგვერდი, ასევე გვაქვს სოციალური მედიის საშუალებით შეიძლება ჩვენი პოვნაც დაკავშირებაც, იმიტომ რომ გვაქვს გვერდი, სადაც ძალიან აქტიურად ვდივოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ პროექტში იყვნენ ჩართულები, ამათთან არ დავკარგოთ კონტაქტი, ვამატებთ, ვზდით, ასე ვთქვათ, ჩვენს კონტაქტებს და ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ აქტივობებზე, ზოგადად რა ხდება ამ სექტორში, სამთავრობო სექტორში და ახალგაზრდების რაღაცა ახალგაზრდული განვითარების კუთხით თუ რამე ინფორმაცია გვაქვს, ასეც ვავრცელებთ. მოკლედ, ასე ელექტრონული ან თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება ინტერაქტიული, რომელიც ძალიან ეფექტიანია და შედეგიანი. ჩვენერი ორგანიზაციებისათვის ნაკლებ ხარჯიანია, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია, მით უმეტეს იმ სექტორში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არიან ახალგაზრდები. კი ბატონო, გასაგებია, ბატონო გიორგი, დიახ, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის აქტიური მოქალაქეების არსებობა და როგორ შეიძლება ჩაერთოს რიგითი მოქალაქე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში და აქტივობებში? Ну, ახალგაზრდა თუ რიგითი მოქალაქე ახლა ამ წუთში განვასხვაოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე, ეს ახალგაზრდებზე უკვე ვისაუბრეთ ასე თუ ისე, შედარებით მარტივია მათი ასე ვთქვათ ჩართულობა, ვიდრე მოზრდილი ადამიანების. არ არის მარტივი დამიჯერეთ, უბრალოდ ახალგაზრდასთან მუშაობის პერიოდში და ახალგაზრდებთან მუშაობის გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აგისრია ორგანიზაციას, იმ შემთხვევაში, როდესაც ზრდასრულ ადამიანებთან თუნდაც სამართლებრივი დახმარების კუთხით მუშაობ, იმიტომ რომ არასწორად გადადგმული ნაბიჯები და არასწორად მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა იმ ადამიანებს საერთოდ სხვა რელსებზე გადაიყვანოს, ასე ვთქვათ, და სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს ახალგაზრდები. ამიტომ ამ კუთხითაც ახალგაზრდებთან ურთიერთობა მე პირადად უფრო საპასუხისმგებლოდ მიმაჩნია, უფრო საფრთხილოდ მიმაჩნია, იმიტომ რომ ერთი უკმაყოფილო ახალგაზრდა ნიშნავს საერთოდ პროგრამაზე უარის თქმას ხოლმე ხშირ შემთხვევაში. დამიჯერეთ რომ ეს ესეა, იმიტომ რომ ახალგაზრდებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია, ერთმანეთს მეგობრები არიან და თუ ერთხელ წავიდა უარყოფითი საუბარი თქვენს პროგრამაზე, შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ მასზე აზრი შეაცვლოთ. რა შეიძლება მოქალაქეებს, მე ვთვლი, რომ აქტიური მოქალაქე ეს უბრალოდ ინფორმირებული მოქალაქეა და ეს ის მოქალაქეა, რომელმაც იცის საკუთარი უფლებების შესახებ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ყველა სტუდიაში მოგბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ გია ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მეხთა კავშირის ხელმძღვანელი, თამუნა კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი კალატოზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორიაში სხედან მზია ინასარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი, ასევე ამავე ცენტრის ბენეფიციარები და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მეხთა კავშირის ერთ-ერთი პროექტის მონაწილეები. უღრმესი მადლობა ყველა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის თემა იყო ახალციხეში მომუშავე, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი საქმიანობა და აქტივობები, როგორც აღმოჩნდა მოქალაქეების აქტიურობას და მათ ჩართვას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში ძალიან ბევრი საკითხის დადებითად გადაჭრა შეუძლია. დღევანდელი გადაცემა მომზადებულია პროექტის შენ მოქალაქე მე სამოქალაქოს ფარგლებში. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.